მოგვიანებით სალაროში მიგზავნით მოგეცეკვებია. გადაცემის პროცესი გაიხადა. აი აქ წერია სახელი გორი კრები მოგება. მიმდინარეობს გაფორმება საბუთების, რითაც ხდება ყიდვა-გაყიდვა ამ საცხოვრებელი სახლის, რომელსაც ვაკეთებთ ქალბატონი მაყვალა სიფრაშვილის სახელზე და ეხლა მიმდინარეობს ჩვენი იურისტის გამგეობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ეს პროცესი. ძალიან კაი საქმე კეთდება, ესე ვფიქრობ მე, 6-შვილიანი ოჯახი. ხვალე უკვე იქნება ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც უკვე საკუთრებაში იქნება როგორც ქალბატონი მაყვალასი, ასევე მისი შვილების ეს საცხოვრებელი სახლი და ახალ წელს შეხვდებიან ისინი უკვე ახალ საცხოვრებელ სახლში. მაყვალაჭი. გამარჯობა. მოდი ისანინო. გვინდათ რომ აი მოინდომა საზოგადოება ქვედმა გამგებელმა მუნიციპალიტეტმა საკრებულო მთავრობა ყველა შეწუხებული იყო აი თქვენი შვილების ესეთი მდგომარეობის გამო და გვინდათ რომ გადმოგხდეთ. აი ახლა ეს არის უკვე თქვენი საკუთარი სახლი. არის უკვე მოწმობა ქალბატონო მაყვალა, რომ ეს სახლი არის თქვენი საკუთრება. ამონაწერია საჯარო რეესტრი, სადაც მესაკუთრეები თქვენ ახართ და თქვენი შვილები, როგორც სრულწლოვნები, ასევე არასრულწლოვნები და მერტვა მშვიდობაში მოგახმაროთ. და მე მინდა რომ პირველ რიგში კიდე მადლობა გადაუხადო საზოგადოების ყველა იმ წევრს და წარმომადგენელს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ამ ოჯახის მდგომარეობა, რაღაცა თავისი წვლილი შეიტანა, თანადგომით, საკითხის გააქტიურებით, შემოწირულობით და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა მოუხადო მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტმა საკრებულომ ერთიანად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დახმარებოდა ამ ოჯახს. ეს ოჯახი ადრეც იღებდა გარკვეულ დახმარებას, გადადგმული და შეუძინეს ამ ხალხს სახლი.
აქ ჯერ კიდევ ალბათ მერმელა რაღაცეები გაკეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ამათი ცხოვრება უფრო კომფორტული და უფრო კარგი იყოს. ბაღში ხო დადიხართ ბავშვები? ბაღში დადიან. უფროსები სკოლაში დადიან, ხო? ბატონო. ხო. მერე რაღაც საწოლები და ასე შემდეგ. კი, საწოლები ამ თავი პრობლემა გადაწყვეტილია სახლი. სახლი, ხო, ჭერი არის, შეკრული სახლი არის და კიდევ ერთხელ ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ამ ოჯახის გასაჭერი და გვერდში დაუდექით. იმიტომ რომ ამ ოჯახთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ადრე ზრუნავდა, ცნობილი იყო ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ საზოგადოების მაღალმა ჩართულობა მთავრობის დამოკიდებულებამ ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა აი ამ ერთობლიობამ ახალი წლის წინ ჩვენ ყველას გარკვეული მობილიზაცია გავაკეთეთ ყველა რესურსის შესაძლებლობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა რა თქმა უნდა ეს თანხა მათთვის საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან გაკეთებულმა შეწირულობამ ლაგოდეხის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილმა თანხამ 10,000-მა ლარმა საშუალება მოგვცა ჩვენ რომ აი ეს სახლი შეგვეძინა. საკმაოდ ნორმალური მყარი სახლია, მაგრამ ეხლა კიდე მიმდინარეობს ამ სახლის კეთილმოწყობა და გაგრძელდება კიდევ რომ სახლმა მიიღოს ნორმალური უფრო მეტად კომფორტული პირობები ბავშვების საცხოვრებლად. ჩვენ აქ ხედავთ რომ არის აგრეთვე 3,000 კვადრატული მეტრა მიწა ამ ოჯახის საკუთრებაში ამ სახლს რაც თან ზევდა რაც საშუალებას მისცემს რომ მათ თავიანთი მცირე ასე ვთქვათ საკარმიდამო მეურნეობა ჰქონდეთ. მე მინდა რომ კიდევ ერთხელ მიულოცო ამ ოჯახს პირველ რიგში მადლობა გადაუხადო საზოგადოებას ყველა ადამიანს ვინც ჩართული იყო ამ პროცესში გულშემატკივრობდა რაღაცა წვლილი გაიღო ამასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რომ კეთილი საქმეები ალბათ ყველაზე კარგი მისალოცი არის თითოეული ქართველისათვის და ჩვენი თანამოქალაქისათვის. წარმოუდგენა არ მქონდა რომ მე ბინას მიყიდნენ. მე კიდევ მეგონა რომ ატყუილებდნენ ბინის ამბავზე. გამოჩნდა ღვთისმიერი ხალხი. იმით თავრობაც ჩაერია საქმეში და მიყიდეს ბინა. ერთ წელზე მეტია რაც ამ ოჯახისთვის თანხას ვაგროვებდით. დაახლოებით 2,000 ლარი შევაგროვეთ. მადლობა მინდა ჩემ თანამშრომლებს გადაუხადო ვინც დადო ამაზე თანხა. და გვინდოდა საახალწლოდ შეგვეძინა საცხოვრებელი სახლი, სადაც იქნებოდა ის პირობები, სადაც დაეტეოდნენ ეს ადამიანები. მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ სოფელ ჰერეთისკართან ახლოსივე ყოფილიყო ეს საცხოვრებელი სახლი და ნახეთ ოჯახი, სადაც 4 ოთახია, სადაც დაახლოებით 30 ათეული კვადრატული მიწის ფართობია, რომლის დამუშავება შეიძლება მომავალში. და ამ ოჯახისთვის საკმაოდ კაი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ ეს ოჯახი დღეის მდგომარეობით აქ უკვე შევასახლეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ოჯახი ამ საცხოვრისში დიდი ხნის განმავლობაში იცხოვრებს და ის ბავშვები აქ, ასე ვთქვათ, განვითარდებიან, მათ სწავლა-განათლებაზეც გვინდა ვიზრუნოთ მომავალში. ასევე მადლობა მინდა საზოგადოებას გადაუხადო, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს ყველაფერი და შეაგროვეს თანხა, რის წყალობითაც მოხდა რამოდენიმე ოთახის კეთილმოწყობა და დღეს უკვე არსებობს ის პირობები, სადაც ამ ოჯახს შეუძლია ნორმალურ პირობებში იცხოვროს. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ ოჯახს ასევე მომავალი პერიოდის განმავლობაშიც გვერდში ვედგეთ. ჩემი აზრით ესეთი საახალწლო საჩუქარი, ამაზე კარგი საახალწლო საჩუქარი გაკეთება ჩვენ არავისთვის არ შეგვეძლო და ამიტომ მივიღეთ მუნიციპალიტეტმა, საკრებულომ, გამგეობამ, მრჩეველთა საბჭომ ჩვენ ყველა მერთობლივად გადაწყვეტილება რომ ეს სახლი შეგვეძინა და მადლობა მინდა ყველას გადაუხადო, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.